მოგესალმებით ჩინეთიდან. მე 12 დღეა ჩინეთში ვარ. რაღაცა კუთხით ჩვენს ბიზნესს ვაკეთებთ, ვეცნობით ჩინეთს კარგად და ახლა სად მივდივართ? აჩვენე მათი ეს ადგილი. ეს არის საბაგირო გზა. აი როცა ჩინეთში და პეკინში მოხვდები, აუცილებლად აქ უნდა მოხვიდეთ. შეხედეთ, ჩათვალე იგივე საქართველოა. სად მივდივართ? აი ამ წუთას მე, მათი და ჩემი პარტნიორი ქალბატონი ავტოსფეროში. ახლა ჩვენ მივდივართ. ყველას გაგიგია. შეიძლება ბევრიც ხართ ნამყოფი, მაგრამ ეს აუცილებელია რომ ნახოთ. იმ დროს, იმ საუკუნეში ბერლინის კედელს რო ეძახოდნენ, იყო გასაოცარი. მე არ ყოფილვარ და რა არ გავაკეთეთ მე და მათემ, რომ აქ წამოსულიყავი და ეს ბერლინის ისა ბოდიში. ბერლინი როგორც ბერლინის კედელი, იგივე კედელია აქ. ეს არის ჩინეთის საოცრება. ეს არის ჩინეთის რა ქვია მათე? ჩინეთის კედელი. ჩინეთის კედელი და ვკითხულობთ რა. ისტორია გვეუბნება, რომ ეს იყო იგივე რაც საქართველოში ხდებოდა და ზოგადად ყველგან თელ მსოფლიოში წელი შემოდიოდა და გამოსავალი სხვა არ იყო გააკეთეს ეს. და თქვენ წარმოიდგინეთ 22 კილომეტრზე. მაშინ კიდე არ იყო ტრანსპორტი, არ იცოდნენ ცემენტი, არ იცოდნენ ქვის დამუშავება და აი ნახეთ ახლა აი ამ წუთას თქვენ ნახეთ, აი ეს კედელია, ესაა ძირითადი აღმოსასვლელი ჩვენი ადგილი. ახლა იქით გადახედე მათენ. აი აჩვენე ახლა მოსახლეობას, აი აქ აუცილებელია რომ ეს ქართველმა ადამიანმა ნახოს. აი შეხედე, როგორც სვანეთშია კოშკები მთაზე ზევით, არ ვიცი თუ ჩანს მათე. აი ეს არის ეს კედელი, რომელიც ჩვენთაგანს უსწავლია და ტელევიზიით ყველას გვაქვს ნანახი და ზუსტად ეს არის, რასაც ეძახიან ჩინური კედელი. ახლა ჩვენ ჩამოვალთ, აგერ უკვე საბაგიროთი ამოვედით, ეს ტერიტორია უკვე დაგათვალიერებიეთ. ახლა ჩვენ აქ ჩამოვალთ მე, მათე და ჩემი მასპინძელი და ვიზუალურად ერთი წუთი არ გააჩერო მათე, ვიზუალურად ჩვენ ადგილზე უკვე განახებთ, აი თუ როგორია ეს კედელი. აი შემოვიდივართ ისარია, ტურისტები არიან. მართლა საოცრია. მამები საათი ვიყიდები. რამდენ ადგილზე გადავჭიქი, რომ ჩვენ აქ მოსულიყავით. ქართული ფილმის არ იყოს, აი შეხედეთ. იეხალი. 22 კილომეტრია აი თქვენ წარმოიდგინეთ, აი ზუსტად როგორ ჩანს, აი ეს არის ჩინეთის კედელი, რომელიც არის 22 კილომეტრი და მართლა რომ აქ ჩამოხვიდე, მარტო ფული არ არის და ბიზნესი არ არის. როცა ჩინეთში მოხვდები და მით უმეტეს პეკინში, ამან აუცილებლად უნდა დაგაინტერესოს, იმიტომ რომ ჩინეთში და პეკინში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც არის ეს კედელი. დანარჩენი აქ ავტოქარხანა და სხვა თემაზე თუ რა გავაკეთეთ, რა დილერობები გავაკეთეთ და რა ბიზნესი გავაკეთეთ და რა ბიზნესებს ვიწყებთ, ეს უკვე სხვა თემა. უბრალოდ უნდა ნახოთ, აი გადმოცემით, მათე გადმოცემით ბევრმა იცის. ბევრის ნაყოფია, მაგრამ აქ არის როგორც გერმანელი ტურისტები, ადგილობრივებიც და მთელი მსოფლიოდან არიან რა ტურისტები. შეხედეთ, აი მაშინდელ დროს, აი გადახედეთ, აი როგორ მიდის ეს გზა. აი ეს არის ზუსტად ეს ჩინური კედელი. აბა მოდი აბა მათე ავიდეთ აბა ზევით და ვაჩვენოთ მაინც ქართულ მოსახლეობას. ყველას ეს ნახი აქვს ტელევიზიით. აქაც ძალიან ბევრი ნამყოფი რა თქმა უნდა სწორედ იქნებოდა, მაგრამ მაინც ნახოთ რეალურად, ფიზიკურად ნახოთ, რომ ზუსტად ის ადგილი. How are you, boss? Good? Everything good? Okay. Thank you very much. მოდი აბა მათე. მოდი აბა.
ნახოთ ერთი ეს ადგილი, საიდანაც უკვე იწყება გათვალიერება. ახლა მაგრამ დავიღალეთ. აი ბუნება. ზუსტად ისეთია როგორც საქართველოს. აი ნახოთ. აი ეს 22 კილომეტრზე მათე ძალიან დავიღალე, მაგრამ ერთი წუთი მოდი და ეს ადგილი ვაჩვენოთ. ეს ადგილი ვაჩვენოთ. აი მათე რეალურად აი ეს არის აი ეს კედელი. აი მოდი მოდი. აი მათე მოდი. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან დავიღალე. აი ეს კედელი 22 კილომეტრზე არის გადაჭიმულია. ამიცი ახლა სანამ წავალთ რაღაცა მონაკვეთს დავათვალიერებ და მერე ალბათ დავბრუნდებით. ბუნება ანალოგია როგორც საქართველოში ძალიან კარგი ჰაერია არის ამტონია აქაური საჭმელი თავზე საყრელად არის წყალი და სხვა კიდე თუ რამე არის ყველაფერი არის და რა არის მთავარი რა დავინახე ჩინეთთან ჩვენ გქონდა დიდი ხნის ურთიერთობა მაგრამ რეალურად მე თვითონ არ ყოფილვარ მე თვითონ აქ არ მიმუშავია ჩვენ მუშაობთ 10 წელია ჩინეთთან მაგრამ ტელეფონზე ვამყარებდით კონტაქტებს და შემოდიოდა შემოქონდა საქმე thank you და აი დღეს მომეცა იმის საშუალება მე და მათეს და ქალბატონ ჩემს სტუმარს სანახეთ მასპინძელს რომ ჩვენი ეს კედელი გვენახა რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი რომ პეკინში ჩამოხვალ და აი ეს არ უნდა დაინახო რა ვიცი ეს არის ზუსტად ეს კედელი და როდის რომელ საუკუნეში აშენებული და ისეული არის ზუსტად ისე როგორიც არის აქ ალბათ ხან სანი დადიოდნენ ხან ფერი დადიოდნენ და 22 კილომეტრზე არის ეს კედელი გადაჭიმული ისტორია მათე მეუნება კარგად გსოდნია ისტორია მათე ისტორია ეცი რატო ვიცი კარგად სკოლაში რო ვსწავლობდი დირექტორი იყო ისტორიის მასწავლებელი ხოლო ჩემი დამრიგებელი ახალგაზრდა ქალი იყო რომელიც იყო მათემატიკის მასწავლებელი ორი ნიშანი მყავდა ხუთიანი ერთი ისტორიაში მეორე მათემატიკაში ახლა რატო დირექტორი იყო მამაკაცი დამრიგებელი ქალბატონი წერილს მომცემდა მიუტანდი ხუთიანს დამიწერდა თუ კარხასიაძე იყო ქალბატონი თუ ქალბატონი წერილს მომცემდა და მიუტანდი დირექტორის ხუთიანს მიწერდა და ამიტომ ისტორია დავამახსოვრდა როგორც საქართველოს ისე ჩინეთის რა თქმა უნდა ეს იუმორია გისურვებ წარმატებას და გთხოვთ ყველას რომ მოხვდებით პეკინში პეკინიდან არის ქალაქიდან ცენტრიდან 2-3 საათის გზა ავტომობილი და ეს აუცილებლად უნდა ნახოთ გისურვებთ წარმატებას